ვაქანებს. ეს სიბნელეში ვერ ვიღებთ თუ? არა, გავაგრძელოთ სიბნელი. შემიძლია გადავიღოთ. შემიძლია გადავიღოთ. აი, უბრალოდ საინტერესოა. ერთი წუთი, ერთმანეთს უსმენთ. ნიკა ლობიძე, რომლის თავისთავზე მოგუხდა? მე ვარ ნიკა ლობიძე, დავამთავრე 94 წელს. მე გამურებინებ. დავამთავრე 12 წელს სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე წერა. სიგძია, ეგვირამი, მორგანტის შემდეგ. ვარ 20 წელს. ოღონდ მაგარი მიკროფონი აქვს. მოჩა. ნამდვილი მიკროფონი აქვს სახლში. აო, ეხლა ნიკოლოზ რიხტა. გაპარსული ბავშვი. აი, ქართულ პოეზიას ყავს ორი ნიკა და ორივე ტოტოხაშვილი. ერთი მაგარი კაი ტიპია, ერთი ძალიან ცუდი ტიპია, ამას უნდა გადავიღო, ჩვენი. ჭაუადრა, აი გადაუჭექი რა გამო. ეხლა ძალიან ცუდი ის არის. ესე იყოს. იყოს. ჩემი თანამოაზრე. ნიკოლოზ, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? რამე კურიოზი ხარ? რავი კურიოზი. მე თქვა ჩემო თავზე? რა ვიცი, მე ზუსტად ვიცი დავიბადე 96 წელს 1900-ს. ბავშვი ვარ. შენს 1900 და ეს 1900-ს, ხო. მარტში. თავზები ხარ? ერთებზე წერა დინჯი, ჩუმი, წყნარი. ხო. ინტელექტი. ნომი არ ამიხად თქვა ყველაფერი. ხო და. ომის გაბრაზებს. სწავლობს ავიაციო უნივერსიტეტში. ოჰო, ფრინავი ხარ. ფრინავი არ ვარ, მაგრამ და ვაფრენ. ფრინავ. ყველანაირად გააფრენ ბოლოს. მიყვარს პოეზია და ამაზე ლაპარაკის საზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისედაც ნათელია. წერა დავიწყე დიდი ხნისი, მაგრამ ის დიდი ხნისი ნაწერები იყო ძალიან სისულელები და რაც ახლიდან დავიწყე, ესეც დიდი სისულელეა, მაგრამ უკეთესი. როგორც ლაჟა იყო და აგი პოეზია არა. ხო, აგი პოეზია არა არის, ხო? და რა ვიცი, ვატარებდი წერს, მაგრამ ეხლა აღარ ვატარებ და ვეღარ ცნობს ხალხი. ხო, ჩვენ ვერ ვიცაგით. ერთ გვერდზე ისე ჩამიარეს, გამარჯობა არ ვიცი. მოდელია რა? ხო, საინტერესო არაფერი არ ხდება, მეც არ მყავს ცოლი, მაგრამ მყავს საყვარელი ადამიანი. ადამიანი დავამატე გარი. გადაეცი ახლა საყვარელი ადამიანს, სიტყვა. სიტყვა გადავცეთ მაშინ ჩემს საყვარელ ადამიანს. ნინო გისმენთ. საფროში, ნიუჩი, ვანში, კირჩი. სადა ხმა მაღლა? არა, კირჩი ვარ, იმერეთში დავიბადე ვანში და ხატავ. ხატავს. რა კაი ხატები. წერს ხატებს. მანი. ლაშენი. გადაწყენობაზე. მოვდივარ. მეც მინდა რა. შევხვდები, ბოდიშა. შაბათი. 31. შაბათი უწევს. იქ დღეს წოვს რა შაბათი. შაბათი კვირა? მოვჩით? გაგოცანეთ შეიძლება. უი, არა, მე ბოლოს. მე იტა რომ მე იმდენი უნდა დავაპარაკო. ეს არის თავარი მოვლენა ჩემთვის. ჩემთვის თავარი მოვლენა არის. სიჩუმე? მე ვარ მაია მიქაია, ძალიან დიდი ხნის წინ დავიბადე 9 აპრილს. 9 აპრილს დავიბადე. წერაც თავი მახსოვს, რა ვიცი, მაგრამ რაღაც სისულელებს წერდი და ეხლა. წარმოშობით სადავრი მეგრე. მე ვარ აფხაზეთიდან, ქალაქ გალიდან. ჩემი დედუმეც. ყავს ორი გოგონა და ერთი ნაშვილები ლაშავე ბიჭაცი. ცოტა კი არ გავს, მაგრამ არა უშავს გავატარ. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და განსაკუთრებით პოეტ ახალგაზრდებთან, შემოქმედ ახალგაზრდებთან და ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ისმენ. ჩემამდე მოვიდა. მე ვარ გივიჩი ღვინაძე, მეც დავიბადე ძალიან დიდი ხნის წინათ. დაუჯახებული ვარ, მაგრამ კიდევ ვეძებ, ჭელიძეში გაწოდები. ერთი წუთი, ჭელიძე ყავს ანძოლად. არ დამარეკინო ჭელიძეებში. წერ პროზას, პოეზიას, საბავშვოს, რა ვიცი. და კიდე რა უნდა? რა ღირსებებია ჩამოთვალეთ? დამთვლი. რა ვიცი, ღირსებები 1021 სხვა უნდა თქვა ჩემს. მეცა ჯერ იქ რატო გავამიტოვე ხალხი? ჩვენ ბოლოს ვიტყვით. აქაც არ ამცთა რა. არა.
მე ვარ გიორგი ბალახაშვილი, სოხუმელი ვარ, დავიბადე 1987 წელს. მიყვარს პოეზია, ახალი ადამიანების გაცნობა, დამეგობრება და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთთან სიახლოვეს მოასწავლის. და ჭამა. და კიდევ 14 კილო მაქვს დაკლებული, 100 კილო ვიყავი და 96-ზე ჩამოვედი, დასაოჯახებელი ვარ. მიტო ჩამო. რო ჩამოსული ხარ რა რო. 5 თვეა ბიჭო, მარტივად სომეობს ავჭამო და დედა ჩემი ყოველ დღე საცხობთან ხედავს. უთხრავს, მე შეიძლება და ეკმაყოფილებს. ცოტა ფანჯარა გააკეთა. ეხლა კეთისგან დავუღე კეთის. ახლავე გამარჯობა. შენ პეპი ხარ? ერთი წამის. პეპი. ისმენ. კეთი ცოტა ხმამაღლა არ გვესმის. შენ დიდი ხელის წინ დაიბადე. კეთი არის მომღერალი, მაგით თქვას. ხო, მომღერალი ვარ, მსახიობი ვარ. რა ვიცი კიდე რა. ხატვარი და ჩემი ხო, ხატვარი ვარ. მეტი არაფერია. მეტი რა? პოლიციელი. და სისუფთავის დაცვა. ჰა? სისუფთავის დაცველი პირველი. შუბნოვი დავწერი. არ შეიძლება. გოგაჩანების დახალ. ლექსებს, კეთიც წერს ძალიან კარგი ლექსებს. ხოდა გიგიცხავს. აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს. ეგ მე არ მივიწერია, მე რამდენჯერ უნდა გითხრა ადამიანი. ედუარდ კულავა. სხვათა შორის მე ვიტყვი არ სიტყვას გუშინ ედუარდის ლექსების მოსაზრებად გადავიხადი 10 პარკი. ორი დღე ამაზე. იმიტომ რომ ღირდა. გამამადე. არა, ვიჭარა და გამადე. ედუარდ გიცნე. მე ვარ ხონელი. დავიბადე 73 წელს. სოფელია გორდი დავიბადე, ხონში გავიზარდე. უსმინოთ ერთმანეთს უკანა მხარე. ჩემ ლექსებს შიგადაშიგ უნდა დავყრა, ხან მუშაობ, ხან მასწავლებლად, ხან რედაქტორად, ხან თეატრებში და რა ვიცი. ეგ არის. ძოლი არ აქვს. კარგი, ძოლი არ აქვს. ძოლი არ ყავს. გავხელა გავხელა. კაცეს მარიკა ორჯონიკიძე ძალიან კარგი ადამიანი. რომლის აქომდეს მაგრამ მიხარია. ეშა. ია მარიკა მაქვს რევოლუციონერი ვარი, მაგრამ მე მითემგონი შვიდი ვარ. ფოტოშორის ბერია უნდა წამოსულიყო და რატო არ არის? ხო, ორჯონიკიძე სადაცაა, იქნება ბერია. იქნებიო რა, ბერია ბარბერაო. ბერია და ორჯონიკიძე ერთად. ავიბადე 22 დეკემბერს, ყველაზე დიდი ღამე როცა იყო, ძალიან მიყვარს ძილი, მაგრამ სულ ვერ ვიცინე, წელი არ მკითხოთ რა თქმა უნდა. ესეგრევა. მყავს ორი შვილი და ერთი ულამაზესი შვილი 3 წლის. აპლოდისმენტები. მე გარდაიცვალა 22 წლის წინ. ძალიან კარგი ბიჭი იყო, არაჩვეულებრივი. ამჟამად ვარ ფრივი, წერ ლექსებს, ალბათ ამის გამო. გამოცემული მაქვს ერთი წიგნი. რა ვიცი, ცხოვრობ და მიყვარს სიცოცხლე. დადადადან. არა, მოიცა სანამ გამარჯობა თქვენ ამ წელს. გაგვეცანით. ყველას ვიცნობ და თქვენ გაგვეცანით სახელი ვარი. გაზაკებულა. დია. არა, სხვა რა. გიყვართ პოეზია? თუ გაძლებაზე იქნები დღეს. არა, ნამდვილად არა. მიყვარს ნარგები და ხავს ორი შვილი მეუღლე. არ 44 წლის. მუშაობ გულისმეშტავის ხან. სად მუშაობთ? გულისმეშტავის ხან. აჰა. იქ რა გვაინტერესებს? მეტი არაფერი. შენ არა, მე არა. შეცადა ხარ აქ. მე რა უნდა მე რა დავიწყდი ლაბდული ლაპარაკი. არა, იყო არა. არ ვიტყვი რამდენი წლის ვარ?
მყავს უფროსი შვილი 18 წლის, პატარა 14-ის. რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ რა, დარიელ ჭანტურიას დავესასწრებ. ვარ ჟურნალისტი. 16 წლის წავედი ჩეჩნეთის ომში მაქვს ყველა საველე მეთაურებისგან, ბასაევიდან დაწყებული, მასხადოვი, ანდარბევი, ხუნქარ-ფაშა ისრაფილოვი, აბუბაქარ-მუდაევი, ყველასთან ბოდიშები ჩაწერილი, პარსავდნენ თავს, კლავდნენ, ასხარში მცვლიდნენ, მაგრამ გადავრჩი. აფხაზეთი ჩემი ტკივილია, დედა ჩემი იქიდან იყო და ქიშმარიას კრებებზე სკოლიდან ძალიან ხშირად გადაცმული ყოფილვარ და ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იცით ალბათ თენგო პაჭკორია, რომელიც წერდა აფხაზეთზე მაშინ იყო ჩემი სკოლის ბავშვის გადმოგზავნილი მასალა, ის მასალა, რომელსაც იქ მე მოვიპოვებდი და თენგო აქ წერდა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, 7 წლის ვიცოდი, რომ უნდა გამოსულიყავი ჟურნალისტი და დედა ჩემმა მითხრა, რომ ვერ გამოხვალო და განახებ თუ ვერ გამოვალ, თქო რა. ვიყავი 16 წლის ჩეჩნეთის ომში და ახლა ვმუშაობ ძირითადად არქეოლოგიაში, გიგანტი ადამიანის ძვლები, დისკავერის ჩამოსვლა, ეს ყველაფერი არის ჩემი მიზეზი და მე ვარ ამის ავტორი. ბრიუს ფენეტონთან ერთად ეკვადორელ ეზოთერიკთან, მიყვარს ეზოთერიკა, მიყვარს ასტროლოგია, მიყვარს კარგი ადამიანები, რაც შეეხება წერას პირველად დავწერე. მოუთოვია და მოუყინო, თეთრად გამითენდა დილა, დედიკო შეეში და აღარ დაეცევა და სკოლამდე მომაცილა. წერდა მამა, ბაბუა, მამიდები ყველანი და რაღაცნაირად ამოხეთქა ის, რაც მტკივა არ არის. ქალის ლექსები, როგორც ამბობენ და მეც ვგრძნობ ძალას და ის, რომ პოეტები იცნობა, ქალი პოეტი მით უმეტეს შესამჩნევია და ადვილად გამოსაცნობი, ეგეთი არა ვარ. გიჟი ვარ და მიყვარს სიცოცხლე და ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ვარ და ოქტომბერში ჰოლივუდი ვიღებს თავარ როლზე. მეტი რა ვაგიწია. და აგვისტოში კვლავ მივდივარ იქ სადაც აიცი, რაში დამჭირდება. აიხო, ბორჯამ ხარაგაულის რა, ტყე პარკი, მთელი ალპური ზონა ფეხით მაქვს მოვლილი. და ყველაზე მთავარი რაც გავაკეთე, ეკვადორელი მეცნიერი მოვნაწილე ქართულ მართლმადიდებლად. და ნაკლია ვარ ვიცი. ლელა ვარ ნინუა. ამაზე მე ვიმაგარაგოთ, ძალიან ბევრი ფაქტები მაქვს, არტეფაქტი მე მაქვს, მაგრამ იმიტომ რომ აბესალომ მოკვა პალეონტოლოგი გარდაიცვალა, გურამ გაბიძაშვილი ხომლის თასზე მუშაობ, მეგალითურ ციკლოპურ ნაგებობებზე მუშაობ და ახლა ერთ-ერთი კარგი წამყვანი არხიდან მაქვს მოწვევა, სადაც აი ესეთ რთულ თემებზე ალბათ დავიწყებ გადაცემების გაკეთებას. ყველაფერს მოგიყვებით, ახლა რეზიუმე აქ ვარ მოყვეთ. და მიხარია რომ დამაფასა ჩემმა მეგობარმა ნიკა ქროვიშვილმა, ადრევე რეალ ტელევიზიაზე მუშაობდი, ყოველდღე შაბათს ცნობილ, არაცნობილ ყველა ადამიანს უთმობდი პირდაპირ ეთერს, სადაც ყველა კითხულობდა ლექსს და მეუბნებოდნენ, მირეკავდნენ პოეტები, რომ არ შეიძლება, მე ვთხარი შეიძლება, ვისაც ეწერება წეროს. იმიტომ რომ პოზიტივი უნდა გაიცვალოს, თავარი ხო არ არის რომ ყველა გალაქტიონი და ანაკალამ დაწერებას. თავარია გვიხაროდეს ერთმანეთის წინ წასვლა და ეს პოზიტივი, იმიტომ რომ რამდენადაც დავაკვირდი, რამდენსაც გასცემ კარს და შენ თავს მოუწოდებ რომ დადგუნო ის რაღაცა შვილი რაღაცა ის წამოგივა 100 ჯერ მეტად უკეთესად და იმიტომ მე მაგ კითხვა იმდენი ხანია ვიღებ აი ოპერატორი დაჭირდება შენ წავედი და მადლობა რომ თქვენთან ვარ და მასი არა მჭორა გამიჩერეთ რა ჩავდივარ ეს პატარა ვთქვა მე კარგად მოგიყვებით მე ცალკე ჩეჩნეთის ამბობებით გაცინებ გატირებ ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად მგზავრობს და მე როლიკა ჭალიძე ვარ, ყველა მიცის მე მგონი აქ თუ არ იცით, მოდიში დავდგები ხო? ძალიან პატარა ვარ. არა, მე გავამხელ ჩემ ასაკს, წელს გავხდი 30 წლის. მყავს 2 შვილი, ერთი სახეზია აქვს. ჯერ კიდევ არ იცით, სასწაული ბავშვია. შენ ნანობ, იმიტომ რომ იცი. ხო და კითხები როდიდან დაიწყე წერა? როდიდან დაიწყე წერა? ხო. მე
გუშინ ვამბობდი მაგას, რომ ჩემი ლექსებში იმდენად არ ვარ პოეტი, რამდენადაც კონტრაჟურში ხარ. ცხოვრები. აი ესე ცოტა. აი არის ადგილი. აი დაჯექი, უფრო კაია, იმიტომ რომ სახე გიჩანს. კონტრაჟურში ხარ. აი დავჭდები, აი აქ დავჭდები. აი ასე რა, და ძალიან კაი ფონი გაქვს უკან, ბექგრაუნდი გაქვს, სუპერ. საერთოდ ადამიანებთან ერთად ხო, პოეზიას რაც შეეხება, მე მგონი ჩემში უფრო მეტად პოეტია, ვიდრე წერალი პოეტი. ძალიან მიყვარს პოეტები, თქო რა გითხრა, არ მიყვარს. არა, ცოტა გიჟები არიან და არ მიყვარს ეგრე. აი ერთი პოეტი მიყვარს განსაკუთრებით. ეგაც გიჟია საკმაოდ. რა უნდა გითხრათ? ის პროფესიით ვარ მათემატიკოსი, ბოლო წლებია ვარ მუსიკალური პროდიუსერი. მე მგონი თუ რამე ქართული ჯგუფი გაგახსენებათ, ყოველას პროდიუსერი ვიყავი, თუ ვინმე დიჯეი გაგახსენებათ. ყველას მენეჯერი ვიყავი და ჩაბიც გახდი რა. თუ ვინმე თუ რა ყველაზე მაგარი კლუბი რაც გაგახსენებათ, იმის დირექტორიც ვარ და უბრალოდ კლუბი აღარ არის. მე პატრონეც იმ ყველაზე მაგარი დიჯეის ჩამოყვანი ვარ საქართველოში, მთელი საქართველო როლები და აღარ მიდევს და საბჭოთა კავშირი დროს არ იყო ეგრე. არა, არ ვიყავი საბჭოთა კავშირში. ხოდა რაღაც ადამიანები მიყვარს ზედმეტად და ყველაფერი შემიძლია ადამიანებს ვაპატიო, აბსოლუტურად. ერთადერთი რასაც ვერ ვაპატიებ, თუ მომკლავო ვინმე, მე ხა იმას ვეღარ ვაპატიებ. ხოდა მიყვარს კიდე საქართველოს გარდა ერთი ქვეყანა, სადაც არ მიჩვევენ ცოცხალი. მაგრამ მალე წავალ ჩემს ისრაელში აუცილებლად. ძალიან მიყვარს ისრაელი და ძალიან მინდა თქვენ ყველა იგწენი, ხოდაც რომ ნახოთ აი უყვარს სხვა ადამიანებს. ჩაჭდეთ დიახსენე და მეც რაღაც ისრაელი გამახსენდა და ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ. პირად ურთიერთობას რაც შეეხება არ ვარ თავისუფალი როგორც მივდით. აღარ ვარ თავისუფალი. იმდენად არა რომ ისრაელშიც აღარ მიშვებენ. ხოდა რა